Salam. Lom შტობის ახალხებო. რა შვებით რომ ხართ? კიდევ. არავინ არ გაქანაებს, მინდა გაქანაოს. თუ მე არა და თუ თეკლამ. მე შემაქანავე ძლიერად. ძლიერად. ბიჭო. სიო. აიმე. გამოვედით ხალხო გეგონა რომ იყო ძალიან მაგარი ამინდი. ამ დროს არის ძალიან მაგარი ქარი. ხოდა? Yes, მაინც გამოვედით. დედიკო მე აქ დავჯდები. თეკუნა აქანავე. ამაზე უნდა დავჯდე თორე. ძალიან მცივა და მე სიცივე ძალიან არ მიყვარს. მე ეს ლოყაზე რო რაღაცა გირჩი გამომივიდა, ნერვები მეშლება ხალო. წარბები. ვიღაცამ დამიწერა ქეთიო ჩემი აზრს და ძალიან იმუქებ წარბებსო. და არ გიხდებაო. და დამიწერა უკვე სადაც ის მქონდა გაკეთებული მგონი. ეს ვაიმე. ეს ნაგავი. დედი აქ მზე არის და მყუდროთ ვარ. ხოდა? ანუ აღარ ვიმუქებ კი და აღარ ვიკეთებ ვაფშე. ის გავიკეთე. რატომ? ცოტა ხანი რა. მიკრობლეიდინგი გავიკეთე გოგოშკება. ერთ თვეში კიდე მივდივარ კორექციაზე და ასე საუკუნეა ვიდეო არ დამიდია. სულ მინდა მე მეზარება, მე რაღაცა, მე უთუნა არ მაძლევს ტელეფონს და რაღაცა ვერ ვახერხებ რა. და ბეკავება. კურციო. ხო გახსოვთ ერთი თუ სადაც ვიმუშავე, ანუ ქართველი რომ იყო საქართველოში წასული. მაგ სამსახურში ხო შევედი. ერთი თვით. და გუშინ მივედი მაგ სამსახურში მივდივარ ხოლმე. ამიტომ ბებოს და მის შვილებს ძალიან მევასები და მოდი ხოლმე და თა რომ მივდივარ ოთუნასთვის მატანენ ხოლმე რაღაცებს, ტანსაცმელებს და რაღაცებს რა. და გუშინ მივედი, გუშინაც მივედი. მივედი და გოგოს აშკარად არ ევასება რომ მივდივარ ეს ერთი. და მეორე ესენი რაღაცებს რომ აძლევენ ხოლმე ოთუნასთვის ტანსაცმელებს რა, 2-3 პარკით სულ მახვედრებენ. ოთუნასთვის თეკლასთვის. და ალბათ პროჭი ეწვის ხოლმე და არ ვიცი რატო. ახლა ჩემმა იმა მომწერა. სულ პირველმა სამსახურის შვილმა ჩაოქეთი კომის და ლაურა. ხოდა გუშინ გოგო ბაბუშკას წნევა გაუზომა ამ გოგომ და აქ როგორ არის, აქ აქვს წნევის აპარატი, ისეთი ელექტრო რა. ხო იცი როგორი დააჭერთ და თვითონ როზომავს და რაღაცა ტელეფონის ad მივდო. ხო და გულის წნევა ძალიან დაბალია ჩვენა და სისხლის წნევა კიდე მაღალი და მე ვთხარი მისა და წამალი გაუმზადა ეგრევე. ანუ მე როცა მუშაობდი, როგორ ვაკეთებდი იცი? ყოველთვის ორჯერ ვუზომავდი ბაბუშკას, ბებოს, ბაბუს, არ აქვს მნიშვნელობა. მეორედაც უნდა გაზომო ყოველთვის. გადაამოწმე შენი რა მინდის გოგო 20 წამს კარგავ მეც კი არა, 20 წამს კარგავ მეც კი არა. და არაო რა თუნდაო და ეგრევე წამალი ატაკა რა და ჯერ ხო ადვოკატია ეს გოგო როგორც იძახის და ახლა გუში რო ეს უთხარი რომ ორჯერ უნდა გადაამოწმო მეთქი ნავსაკის ლუჩი თქო. თაროც წამალს ეხება საქმე. ახლა მე უცბად ეგთანიც გახდა იმის რა ქვია, ევექსში გადასტაჟირებული თორე ჯახნა ვაქვია. ხო და ბაბუშკას დაიყო იქ და ისა ორაზე კამათოთ ამ ბაბუშკას და ძალიან მევასებ. ხო და კამათით არ ვკამათობთ, მეთქი უბრალოდ ვუთხარი რომ წნევა ყოველთვის მეორედაც გადაამოწმე მეთქი რა პერსიგურეცა მეთქი ეს აუცილებელია თქო. ხო და შენო როგორ გაბედეო და როგორ უთხარიო ესო?
აბა, მე სადამ აქვს ქალა თქვენი ნერვები. ჩემი ნერვები კიდია იმ კუნწულაზე. რაღაცა და ბუმ, ფეთქდების რას და ამზიას ვეუბნები რომ ზია მეთქი. პირველი მეთქი რომ ძალიან ცუდი ლექსიკა მაქვს თქო. და მე კიდე ძალიან გთხოვ რა, შენ ნერვები არა მაქვს. გამოთმინების უნარი კიდე არ გამაჩნია თქო. გამიგრძელა გოგო. და შე კომპლექსიანო მეოთხარი, გააქვსტყნია პატრონი თქო. ავდექი ქალ, თორე შეიძლება არ ვიცი, ძალიან ცუდად დასრო. თეკუნა. მომიტანე? ხოდა გააქვსტყნია პატრონი, შე კომპლექსიანი, მეოთხარი და წამოვედი. მე აუცილებლად დავერაპარაკები ამის შვილსო. ამ საკითხთან დაკავშირებით რა აღარ მოხვიდეო. მიდიგენაცვალე მეოთხე. წამოვედი და მირეკავს ორივე შვილი, იმიტომ რომ სახში კამერებია დაყენება. ძალიან მწუხვარო, რო იკამათეთო. და თანამ ბაბუშკას იტალიურად რო ველაპარაკებოდი, მიხვდნენ ეს საქმე და ვუთხარი კიდევაც რომ მე ცუდად კი არ მithქვამს, მეუთხარ ანუ არის ადამიანი რომელმაც არ იცის და ჯესტით ამოტყნა შენთვის გეუბნები რომ გოგო შე რო შეგეშალოს და წნევის დამწევი რომ მისცე და ვაფშე რო დაუგდო წნება ხო? შენთვის გეუბნები, შენთვის. რო თავი შარში არ ჩაიგდო. რა არ მიაქციო ყურადღება, ძალიან ისეთი ბოდიში მომიხადეს, არ გოგონათ რომ მსგავსი ის მოხდებოდაო და ეს გოგო სუმზად არისო, რომ იმაზე გადმოვიდესო, სულ როგორი ტიპის გოგო არის, სულ თავდაცვას აქვს ჩართული, სულ თავს იცავს ვიღაცისგან რა. ან ხარ მოსყვები. ხო, დედა. ხო და თეკლაც იქ იყო. თეკლაც იცილით ხელ და სხვა არაფერს არ ეკეთებდა. ხო, ნუ ეს მეორე შვილი მეუბნება, რომელიც მილანში ცხოვრობს. ისაო, შენ მოსვლა როცა მოგინდება ხომეო. მე დამირეკე და გეტყვი გაფთარი სახში როცა არ იქნება. აი წარმოგიდგენი იმდენად ხო ჩემი ქართველია და ხო რაღაცა და რაღაცა. ჯერ რატომ მიიღო ცუდად? და მე კიდე ძალიან ცუდად გააცნო თავი ამათ რა. მადლობის მაგიერია შედედა მოტყურო სამსახური შეგინახე. მართლა შეგინახე, ესეც სამსახურებს ხალხი აახევენ გოგო. რავი რა საღარაკეთებ, დედა ბავშვი გეძახის გაიქეც. და ძალიან ცივა იქეთ. მიდი და ის ვქნათ, წავიდეთ ცოტა ხანში დავასრულებ ვიდეოს. თეკუნა რა თქმა უნდა სკოლაში შებრუნდა, ეხლა სხვა საკითხზე გადავიდეთ. თეკუნა სკოლაში შებრუნდა და ოთუნა ვერ შევიყვანე საბავშვო ბაღში. იმიტომ რომ მომთხოვეს აცრების ფურცელი და გიორგიმ როგორც ძალიან მაგარი მამიკო ხელი შემიწყო და არ გამომიგზავნა ეს აცრების ფურცელი. არა და კაპიკი არ უჯდებოდა, მაგ მომენტში ჩემი დისთვის აგზავნიდნენ საბუთებს, რაღაც ჭირდებოდა ჩემდას და სულ უფასოდ შეეძლო გამოეგზავნა. მე ერთი ჩვენი გემრიელი გოგო არის ჩვენი გამომწერი. ანა ძალიან დიდი მადლობა, მივიდა პოლიკლინიკაში რა თქმა უნდა. ნახოთ ახლა მარადიზია დამოკიდებული, ამდენად მიცემს და ანა მითხრა თუ მომცემს მარადი მე გამოგიგზავნიო. და თავისით გამოთქვა მან ეს სურვილი, რისთვისაც ძალიან დიდი სურვილი არ გამოვიდეს ეგ საკითხი, ნახე აი რამხელად მიიტანე ეს ამბავი გულთან, რომ ბევრი არ შეწუხდება რა, ძალიან დიდი მადლობა. და შეეხება საბუთს, ახლა გაინტერესებთ საბუთის ამბავი ჯერ არაფერი. და საბუთზე ბოლო პიკამდე რომ მივალ მე გეტყვით, არ მინდა წინასწარი ლაპარაკი და ხო ხედავთ აქვს ლაპარაკობ და უფრო მეტადაც ვიდეოებს, იმიტომ არ ვწერ რომ რაღაცებს წამომწდება ხოლმე და მე არ გამოდის თვალი მეცემა ხოლმე და არაფერი გამომდის, ასე რომ მირჩევნია პირი არ გავაღო და ვიყო ჩემთვის მშვიდად წყნარად არაფერი არ მოუყვე. ვოთ так вот. გუშინ გავაკეთეთ ძალიან გემრიელი ხინკალი, ძალიან გემრიელი ხინკალი მაგის დედაც. საბუკა მუშაობს.
ნუ ჯერ ისევ პრაქტიკაშია, სრულყოფილ მუშაობაზე არ არის, მაგრამ მუშაობს. ჯერ ეს კომპიუტერი. ვართ ძალიან ბედნიერი. ბავშვები ფორმაში არიან, წივიან კივიან როგორც ყოველთვის. ფორმას არ კარგავენ. ანტონიოც მიეჩვია უკვე. გონი სიწყნარე როა სახლში მაშინ რა დამეხდება. ჩვენ სახლში სიწყნარე არასდროს არ არის. სულ რაღაც ხდება, სულ ბუინობს თეკლა, სულ ყვირის ოთუნა. მაგრამ გენაცვალე რა ვიცი მე, ოჯახი თუ გინდა, უნდა მოითმინო. ხო არ გეგონათ რომ ბავშვებს ჩაბოვიყვანდეს სამივეს. ბევრს არ ეგონა. მაგრამ ჩემი მე ოცნებები არ მაქვს საერთოდ. ერთადერთი ჩემი მონდომება და ერთადერთი ჩემი ფიქრი მხოლოდ ეს იყო, ჩემი შვილები ჩემთან. ხო იცი ის რო არის თამაში, ჩემი ოქრო ჩემთან. აღმერთო. ეგ არის. ჩემი და ძალიან გემრიელად არის. აღმერთის წყალობით. ან პატარა მცხეთა მაქვს აქ, პატარა ჩემი მცხეთა, ჩემი დადიშვილები, ჩემი შვილები. ქართველებში არ მაქვს გასვლა გამოსვლა, ისევ როგორც ვყავი. ერთადერთი ლალიკო და მორჩა და არც მინდა და არც ვაპირებ. აჰა, სათოლი ჩავარდა. და კიდევ რა, ცოტა კონტენტის შეცვლაც მინდოდა და ვფიქრობ მაგ საკითხთან დაკავშირებით. სხვანაირი ტიპის ვიდეოები მინდა გადავიღო, მაგრამ ჯერ თავს ვერ ვაბავ. არ ვიცი რატომ გოგორნეით. არ მუშაობ. საერთოდ ჯერ გადავდივართ ახალ ბინაში ცოტა ხანში. ჯერ არა. ბინაში რჩეული გვაქვს უბრალოდ ჩვენს გემოზე უნდა გაკეთდეს ის ბინა. ის ბინის მე პატრონი გვიკეთებს ისე როგორც ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ ბინა არის თეთრი კარკასი, შავი კარკასი, სწორად. ნახევარი თეთრი კარკასია, ნახევარი შავი. ხო და გვიკეთებს ისე როგორც ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ კონტრაქტს რო გავაკეთებთ, უნდა ვიცხოვროთ იმ ბინაში წლები. ეხლა აქ გვიმთავრდება უკვე 1 წელი ამ ბინაში. და სავარაუდოდ ამ ბინას რო დავსვით, ეგრევე გადავალთ. კონტრაქტი დასრულდება თუ არა. ხო, თუნა. რა? მოდი, ხა იტალიურად დაითვალე. აი მე ხო ის შეგისწულე, რაც შეგდირი რა. ველოსიპედი. დავიდეთ და ვიყიდოთ მერე ოღონდ, ხო? ცოტა გამოთბეს. გამოთბეს და ვიყიდოთ. მზე ხო არ გაჭყიტავს ოთო? მე მაჭყი. გიჭკიტინებს? მოიხედე აბა. აბა როგორ ხარ? აბა მე შემამხედე, დავინახო. ოთო. ახე გოგო. ეს ციგანი. შენ? რამე? უკანონო მიშენებები. თვალქალებს ხო ის წამწა. ვაუ. სკოლა როგორ მოგწონს? საშინელება. მოდი ხარ აღწევს. ამაზე პანცი სკოლა და რა გაგები? ყველანაირი. დაჭერდება. აი განძი რა ხარ? სახლში? აბა? მე? ანუ შეტყვით რატო არის ცუდი სკოლა? ეს და მე. მათხოვის ათალებში. პირველ ეს არ დააგდო გაფუჭდება. პირველ რიგში იმიტომ არის საშინელი სკოლა, რომ რაც უფრო იყვირებ, ახლა უფრო გიყიდი? ბავშვები არიან, ანუ ჩემ კლასში რა. ბავშვები სწავლობენ და ბავშვები არიან. ანუ შენ ვინ ხარ? ანუ უკაცრავად. ანუ უკაცრავად, შენ ბავშვი არ ხარ?
გოხედე გოგო. ამ შენ ბავშვი არ ხარ? შემოვხედე ხა ბავშვის რამე მეტყობა? უკაცრავად. წამოდი ოთუნა, წამოდი, აბა ვნახოთ თუ არის ველოსიპედები, წამო. არის? რაღაცები გვაშრება მგონი ოჯახში. რომელი საათია დაიდა რომელიც ამთავრებს? საით არის გავუაროთ. მიწერე. ხედა. ჰა? მოდი ვნახოთ მოყვარვარ თუ არ მოყვარვარ. ვის? სკოლის დირექტორს? ვიდეოში ვნახოთ. თეკლამ ყველამ გაიცნო უკვე იციან როგორი ბეზელნიკი ბავშვიც არის. არ მოყვარვარ. ყვავილი? რა ლამაზია. არ ვუყვარვარ გოგო. მე არა მატირო. მე გისწრებს ვიცი. აი მე უყვარს. ვის უყვარ ხარ? მე ვიცი. წავიდეთ, ნახო დეიდას მიწერე დედიკო. რა ადგილზე ხარო ესე მიწერე. ჩამოგიტასავებთო და თან მაგის უფროსსაც ვნახა. გოგო დედი შენი სარა? გოგო ბზიკები დამესივნენ, გოგო ღადაო? ანუ ის ჩემი ბაბუშკა არ არის ხალო. არა. გულმამ გლიჯა თუ რა ვქნა? ეგლა ის უეჭველი შენი ნათესავებია. ვი, ხალო. შენაც საუბრობ არა. აი ესე ჩემოკარგებო, შტატივი მინდა. ის მქონდა ringlight თავისი სამაგრით, რომელიც თეკლამ გაანადგურა. დედი. ხო, თუნა რა სიტყვი? ოთუნა ისეთ სიტყვებს იტყვის ხოლმე იტალიურად და ისე სუფთად. და საერთოდ მიხაიდა გამოგვიდი. საათ. სახლში, სამსახლოში. ბაბუკო, მამა. რომელი საათია? რომელია საათი? კანცა. დავადგეთ დეიდას. ფიზე არ მხავდება ამიწი. დრო-დროზე ჩარა მიქრის. ხო? გოგომცივა მაგის დედაც, ძანც, მე ძანცივა ნავარ. ამოდი დედიკო შენ. ესე იარე. ჰო. იტალიურად დამითვალე და წავიდეთ ვნახოთ არის თუ არა ველოსიპედები. 1, 2, 3, 4, 5, 6. 7. 7, 8. 9? 9. 10. Brava. Bravo, Otto. Antonio რო დამირეკავს ხოლმე რას მეტყვის? Fai. როგორ მეუბნება ხოლმე? È successo. Che successo? Regri არა, amo, ესე იტყვის ხოლმე როგორ? Amo che fai? ხოჩა. იმ დღეს მერეკავს ანტონიო და ეს ყვირის ეგრევე მაგას გეტყვის, amo che fai? რო გიყუტუნებს ხოლმე, რას ეუბნები ხოლმე ანტონიოს? Amo che fai? არა. Ava? არა, როგორ არის იტალიურად? 1, 2, 3, 4. ეს დათვლა. არა. No, რას ნიშნავს? No. No, Antonio, no. No, Antonio, no. ეს რატო ეუბნები ხოლმე ამას? რო გიყუტუნებს, ხო? ეს ქურთუკი მაჩუქა ჩემა დედამთილმა. ეცანონდოს. დავემშვიდობოთ ჩვენს მეგობრებს? როგორ და დავემშვიდობოთ? მოდი, აბა იტალიურად დაემშვიდობე. არა, დაემშვიდობე. როგორ რომ მივდივართ ხოლმე სადმე როგორ ვეუბნებით? Ciao. ხარი. Ciao, Marbuta. Ciao ragazzi, წავედით. და აი მე ის ვიდეო გახსოვს გუში რაც გადავიღეთ თოთო. რა გააკეთე? შემოვიწყინა, იგი შემოვა. ოტუნია. სადმე ხარ? ჰა? არ გცივა დედა? მე რომ ცივა? აი მუხლებით ნუდგები? აი ეს კარგი ბიჭი ხარ, ყოჩა.
ყოჩა. საწავიდა ქალი. მე თქვი აქვს და ჩამოსრიალა. ჩემი პატალაო. დედი ბალახებში რო გაიარე რა იგრძენი? გაჭოჭყიან და? არა? ხალხო ცივა, ჩვენ გოგონა კარგი ამინდი იყო, მზე კი არის, მაგრამ გამეყინა თავ. მოდი. მორჩა სამსახურს. ჩამოსრიალი დედა. ვიუ. ხოჩა. ჩამო. წადი. წადი, ნოიყურები. გასაყურიდან რომ გამავალ, მოვალო. ოკეი. მანქანაში. ხოი მე რა მისხადავ. ჩანარირა, აქ შაქსვა? თეკუნა დაიჭირ ტელეფონი დედა. ტელეფონი დამიჭირე. ვიღაცას არ უწევს ნემალმას სიცოცხლე თვითმკვლელობიდან. ვიცი რაღაცა. არ ვიცი მე და ნომიყვები. აი მე რაღა ვქნა. მე მეც მინდა ეგეთ შეყვარებული ჩემ გამო რა თავი გაძიროს. გამოგოროძინ. 1 2 და სამე. ვაუ. ვართ ადრენალინში, ათუნა. ათუნას იმხოლაზე მოკატავ მე დანიშვა ადრენალინი. ათუნა, აბა იტალიურად დაითვალე 10-მდე. მიდი რა? აუ მიდი რა. გთხოვდა. ბევრჯერ არა ერთხელ. ჰა? გეზარება? მაშინ კოცნა გამომიგზავნე. როგორ? ეგ რა არის? თან არც მიყურებ. დაუდერა გამანქანავე ძლიერ. ძლიერად? გიყვარ ძლიერად ქანაობა. 1 2 და 3. ეკლა. კიდევ? მუცელში არ გიღუტუნებს? არა? ასე? ძალიან. აი ხლა ხო გიღუტუნებს მუცელში? ჰა? ხო გიღუტუნებს დე? ჩემი ცხოვრება.